1978 წლის აპრილი. გაზეთი კომუნისტი საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის ახალ ვერსიას აქვეყნებს. განახლების მიხედვით ქართული სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავს და ასეთად მხოლოდ რუსული ენა რჩება. გადაწყვეტილებას ქართული საზოგადოება უდიდესი პროტესტით პასუხობს. პროტესტს სათავეში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიისა და ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტები უდგებიან. მათ უერთდება ინტელიგენციაც, პროფესორები და მასწავლებლები. 14 აპრილს გამართულ კომპარტიის ხდომაზე ქართული ენის საკითხი განიხილება. ამავე დღეს თბილისში ფართო მასშტაბიანი საპროტესტო აქცია იმართება. პროტესტის წინაშე სისტემა უკან იხევს და ენას სტატუსი უნარჩუნდება. დღესდღეობით 14 აპრილს დედაენის დღე აღინიშნება. დღე, რომლიდანაც ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ეტაპი იწყება.